კიდევ ერთხელ ყველას მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა თემით დაინტერესებისთვის. დამსწრე აუდიტორიის რაოდენობა ნამდვილად მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული საკითხი მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესოა სასკოლო საზოგადოების სხვადასხვა რგოლისთვის და სხვადასხვა ჩართული პირისთვის. მანდატურის სამსახურის სახელით მოგესალმებით. გახლავართ ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მომსახურებებისა და რესურსების განვითარების მენეჯერი. ჩვენი სამსახურის და ცენტრის ფარგლებში, ვინც დიდი ხანია თვალს გვადევნებთ უკვე მრავალი ვებინარი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე, რომელიც ისევ და ისევ თქვენი აქ მყოფი ადამიანების და სხვების, რომლებიც სხვა შეხვედრებზე გვერდებიან, ინტერესის საგანს და საინტერესო თემას წარმოადგენს და შესაბამისად წელსაც ვაგრძელებთ ამ რეჟიმში თქვენთან კომუნიკაციას და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ყველა იმ თემას შევეხოთ, საკითხს შევეხოთ, რაზეც მსჯელობა, დიალოგი თითეული რგოლისთვის არის მნიშვნელოვანი და ზოგადად ინკლუზიური განათლების კონტექსტში არის მნიშვნელოვანი. დღეს შევარჩიეთ ერთ-ერთი ძალიან აქტუალური და საინტერესო თემა. ეს გახლავთ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის კოორდინირებული მუშაობა. იმის გათვალისწინებით, რომ ახლახანს დაიწყო მეორე სემესტრი და დავბრუნდით ზამთრის არდადეგებიდან უკვე აქტიურ სასწავლო პროცესში და რეჟიმზე. ვფიქრობთ, რომ ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური და საინტერესოა, იმიტომ რომ სულ ახლახანს სანამ არდადეგები დაიწყებოდა, ჩატარდებოდა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის შეხვედრა, ეხლა კიდევ შემდგომი დაიგეგმება და ასე შემდეგ და სწორედ აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ამ საკითხზე უნდა გვესაუბრა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როდესაც თემის დაგეგმვის ნაწილზე მსჯელობდით, რომ ამ ყველაფერზე ესაუბრა იმ ადამიანებს, რომლის ყოველდღიურობაც არის ეს ყველაფერი და რომლებიც მათი საქმიანობის კომპეტენციის ფარგლებში ჩართულები არიან თვითონ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფებში. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ შეგვერჩია ის ადამიანები, რომელთა ჩართულობის გარეშეც ზოგადად ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფი ვერც იქმნება და შემდგომ უკვე ვერც ფუნქციონირებს და მათი თანამონაწილეობა ამ კუთხით სასიკეთოდ და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით გამოგვეყენებით. დღევანდელი ჩვენი მომხსენებლები იქნებიან და ჩვენი შეხვედრა სრულად დიალოგისთან და ინტერაქციის რეჟიმში წარიმართება. ქალბატონი ხათუნა შენგელია, რომელიც გახლავთ ქალაქ თბილისის 64 საჯარო სკოლის დირექტორი. ასევე გვყავს წარმოდგენილი შეხვედრაზე ამავე საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი გვანცა ლურსმანაშვილი. შეხვედრაზე წარმოდგენილია ასევე ამავე სკოლის დამრიგებელი და პარალელურად საგნის მასწავლებელი მაია მატუა და ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი რგოლი, რომელიც გახლავთ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფში, ეს არის მშობელი და გვანცა დორეული არის ჩვენთან ერთად დღეს და მისი პერსპექტივიდან ისაუბრებს ამ ფუნქციონირების მადლობა მზაობისთვის, რომ აღნიშნულ შეხვედრაში იღებთ ცდილებას, ხედვას, მიღწევებს და გამოწვევებს გაუზიარებთ თემით დაინტერესებულ პირებს. სანამ გადავალთ უშუალოდ შინაარსობრივ საკითხებზე და გავყვებით დეტალებს, ძალიან მოკლე თეორიულ შესავალს გავაკეთებ. როგორც იცით, ყველა მოსწავლისთვის, ყველა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის, რომ დავაზუსტოთ, ფუნქციონირებს და იქმნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფი. შესაბამისად, რამდენი საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეც არის დღეს სისტემაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმდენი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფი არსებობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ჯგუფი უბრალოდ არ უნდა არსებობდეს და არ არსებობს, მათი კოორდინირებული მუშაობა არის მოსწავლის სასწავლო პროცესში ეფექტიანი ჩართვის წინაპირობა, გაზიარებული პასუხისმგებლობები მათ შორის, შეთანხმება ყველაფერი იმაზე, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, როგორ ვაღწევთ იმ ყველაფერს, რაც დასახული გვაქვს და როგორ ვახდენთ ჩვენი დაგეგმილი საქმიანობების მონიტორინგს, თვალის მიდევნებას იმაზე, რაც
განვიზრახეთ, რომ უნდა მიგვეღწია მოსწავლესთან და რაზეც უნდა გვემუშაო. ყველა ის რგოლი, რომელიც ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფში შედის, ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ წარმოდგენილია, როგორც იცით, სავალდებულოდ არის განსაზღვრული, რომ აუცილებლად მოსწავლის მშობელი უნდა ან კანონიერი წარმომადგენელი უნდა იყოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის წევრი, ასევე სპეციალური მასწავლებელი, დამრიგებელი, თითოეული საგნის მასწავლებელი. მნიშვნელოვნად რეკომენდებულია, რომ ამ პროცესებში ჩართული იყოს დირექციის წარმომადგენელი და ასევე საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მონაწილეობდეს ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სხვა სპეციალისტი, იქნება ეს ასისტენტი, ფსიქოლოგი, ენისა და მეტყველების სპეციალისტი თუ სხვა იმის მიხედვით განსაზღვრულია თუ არა აღნიშნული სპეციალისტის მუშაობა კონკრეტულ მოსწავლესთან, როგორც იცით, სპეციალისტების განსაზღვრა ხდება ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნის საფუძველზე. სწორედ ამ მიზნით შეირჩა ჯგუფის დღევანდელ ვებინარზე მომხსენებლების დაკომპლექტების ძირითადი წინაპირობა მოკლედ ეს გახლდათ და გვინდა რომ აი ესე თანმიმდევრულად მივყვეთ პროცესებს, როგორ იქმნება ჯგუფი, როგორ ფუნქციონირებს, იკრიბება, რას აკეთებს, რას განიხილავს და როგორ განიხილავს. ამიტომ დავიწყოთ პირველი ეტაპით და ქალბატონ ხათუნასთან მექნება შეკითხვა, როგორ ახდენთ თქვენი სკოლის მაგალითზე, რომ გაგვიზიაროთ გამოცდილება ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის დაკომპლექტებას, როდის ახდენთ და რა პროცედურულ საკითხებს ითვალისწინებთ ამ მიმართულებით. მადლობთ, მოგესალმებით ამ სტრეს საზოგადოებას. მოკლედ ჩვენ სკოლა ორ სიტყვას გეტყვით 64 საჯარო სკოლაზე, საკმაოდ დიდი სკოლაა და 100-მდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე გვყავს, რაც ერთის მხრივ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვანიჭებს და მეორეს მხრივ გამოწვევებიც დიდია. როგორც მოგეხსენებათ, მოსწავლესთან მომუშავე ნებისმიერ რგოლს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება და თუ არ არის მათ შორის კოორდინირებული, შეთანხმებული მუშაობა, შედეგზეც რთულია გასვლა. ჩვენი სკოლის მაგალითზე წარმოგიდგენთ, რამდენად კოორდინირებულად მუშაობთ და რას ვაკეთებთ ამ საქმიანობისთვის. როგორც იცით, რაც ქვეყანაში ინკლუზიური განათლება არსებობს, იმის მერე არსებობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმები, რამაც განიცადა სახელმწიფოება და დღეს მოვიდა ინფორმით, რა ფორმითაცაც ჩვენ ვიცით. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენისთვის აუცილებლად გჭირდება მისი ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებული არიან, როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, ქალბატონოვაია, ეს იქნება საგნის მასწავლებელი, რომელსაგანსაც ასწავლის სპეციალური მასწავლებელი და ყველა ის ადამიანი სპეციალისტი, ვინც ამ ბავშვის გარშემო მუშაობს, უმთავრესი როლი აქვს მშობლის მაქსიმალურ ჩართულობას, კლასის დამრიგებელი და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ როგორც დირექციის წარმომადგენლები, ყველა შემთხვევაში რასაკვირველია არა, მაგრამ ვერთვებით ამ მუშაობაში ნებისმიერ შემთხვევაში, როცა მოგმართავს რომელიმე მხარე, ან დამრიგებელი, ან მშობელი და მუშაობთ ეფექტურად. იმის გარდა, ნახეთ, ჩვენი დასრულეთ და ჩაგეკითხებით. კი ბატონო, ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმა იმდაგვარად არის წარმოდგენილი, რომ საგნობრივად არის დანაწევრებული, საგნებით არის ჩაშლილი. ყველა შემთხვევაში, ანუ ბავშვისთვის დგება საგნობრივი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ერთ ან რამოდენიმე ან სრულად ყველა საგანში. იმის გარდა, რომ საჭიროა საგნობრივად შევადგინოთ, ამის მიღმა ბავშვს აქვს თავისი ინდივიდუალური ემოციური ცხოვრება, ხო? და ამიტომაც ეს სოციალური ემოციური ჩართულობაც უმნიშვნელოვანესი ასპექტი არის. მადლობა ძალიან დიდი მნიშვნელოვანი აქცენტების გაკეთებისთვის. პროცედურულ საკითხებზე ჩაგეკითხებით თქვენ როგორც სკოლის დირექტორი, რა პირველ ნაბიჯს დგამთ, როგორ ქმნით ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფს?
ესე იგი, როგორც თქვენ ახსენეთ, რამდენი მოსწავლეც არის, იმდენი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფი არსებობს და ეს რეგულირდება კანონით. მე როგორც ხელმძღვანელი ბრძანებას გამოცემ სათითაოდ ყველა ბავშვზე და ესე იგი ჩამოყალიბდება ეს ჯგუფი. შემდეგ უკვე ერთი თვის ვადაში სადღაც მიახლოებით ეს არის 15 ოქტომბრის პერიოდისთვის დგება პირველი შეხვედრა. და პირველ შეხვედრაზე დიას დგება ძირითადი მიზნები და შობლის ნახეთ აი აქ ყველაზე მნიშვნელოვნად მე უფრო შობლის როლს და მის კოორდინირებულ მუშაობას გამოვყოფდი შეხვედრის დროს. ხანდახან არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც არ ხერხდება სრულად ყველა სპეციალისტის თავმოყრა ან შობლის მოსვლა და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ონლაინ ვიყენებთ ხოლმე პლატფორმას და ხვდებით დისტანციური რეჟიმით. შემდეგ მოდი თითეული ჯგუფის შეხვედრაზე დეტალურად ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, აი პირველ ნაწილს შევაჯამებ ხა რაზეც თქვენ საუბრობდით, ესე იგი სასწავლო წლის დასაწყისში თქვენ თითეული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის ბრძანებით ქმნით და ამტკიცებთ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფს და შემდეგ უკვე ეს ჯგუფი იწყებს მუშაობას, ხო, როგორც ახსენეთ, ნამდვილად პროცედურულადაც მსგავსად გვაქვს გაწერილი და შესაბამისად ალბათ ვერ თავცდებით ამ ნაბიჯს. თქვენ ახსენეთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ არის შემთხვევები, როდესაც თქვენ როგორც დირექციის წარმომადგენელი ჩართული ხართ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის მუშაობებში, არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება საჭიროებით განპირობებული ყველა შეხვედრაზე მაგალითად არ იყოს. თუ შეიძლება თქვენი პრაქტიკიდან რომ გვითხრათ, რა არის ის ძირითადი საკითხები, რა კუთხითაც ფიქრობთ, რომ დირექციის წარმომადგენელი ამ ჯგუფის წევრი უნდა იყოს და ამ ჯგუფის მიმდინარეობის დროს განსახილველ საკითხებში უნდა იყოს ჩართული? ჩვენი გამოცდილებით, ანუ როდესაც აქ არის საგნობრივ კომპეტენციაზე საუბარი, აქ ნაკლებად ვერთვებით, ხშირია, როდესაც ეს ქცევითი ემოციურ სფეროს ეხება, ასეთ შემთხვევაში, იმიტომ რომ აქ საჭიროა ცხრილის განსაკუთრებულად მორგება ბავშვზე, დამატებითი რესურსების გამოყოფა, ადამიანური იქნება ეს რესურსი თუ სხვა. აი ასევე შუამდგომლობა თქვენც თან დახმარების შემთხვევაში, აი ასეთ დროს უკვე ვერთვებით დირექციის წარმომადგენლებს. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ. თუ რაიმე საჭიროება აქვს სკოლის თითოეულ წევრს, იქნება ეს ადამიანური რესურსი, მატერიალური რესურსი თუ ასე შემდეგ, ბუნებრივია ეს ყველაფერი უნდა მოვიდეს თქვენამდე და ყველაზე კარგად ეს სწორედ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის შეხვედრაზე ჟღერდება და ზუსტად ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ მონაწილეობდეს დირექცია, იმიტომ რომ მე გავიგო მაგალითად რა საგანმანათლებლო ამ განმავითარებელი რესურსები სჭირდება სპეციალისტს, მასწავლებელს, მოსწავლესთან მუშაობის დროს, რომ მისით აღჭურვა მოვახდინო რესურს ოთახით და უზრუნველყოფა შევძლო. იქნება ადამიანური რესურსი, ხო, შესაბამისი ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში ვაკანსიის გამოცხადება და ასე შემდეგ და ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია და ესეც არის მიზანი, რომ იყოთ ჩართული. თუმცა ერთი საკითხი, რომელიც თქვენ გამოყავით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და დიდი მადლობა ამის აღნიშვნის, ეს ეხებოდა დასწრების განრიგს. როგორც ვიცით, ცხრილი დგება მანამ სანამ სასწავლო პროცესი დაიწყება და შესაბამისად ამ ცხრილს შემდეგ თითოეული კლასი მიყვება. თუმცა საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე შესაძლებელია სარგებლობდეს დასწრების ინდივიდუალური განრიგით. ჩვენ ვიცით ხშირად, რომ დასწრების ინდივიდუალური განრიგით რეკომენდაციის გაცემის შემთხვევაში ასევე ამ რეკომენდაციას ვაზუსტებთ და ვამბობთ, რომ ისე უნდა შევადგინოთ ეს განრიგი, რომ არ მოხდეს არც ერთი საგნის გამოტოვება. შესაბამისად, თუ უკვე აწყობილი ცხრილის მიხედვით მე ვარ მოსწავლე საგანმანათლებლო საჭიროების და მხოლოდ პირველ და მეორე გაკვეთილზე შემიძლია სკოლაში მოსვლა პირველ ეტაპზე, თუ
5 დღის მანძილზე ეს პირველი და მეორე გაკვეთილი არის ერთი და იგივე, ბუნებრივია მომიწევს საგნების გამოტოვება და ძალიან სწორი მნიშვნელოვანი კომენტარი იყო თქვენი მხრიდან, რომ თქვენ მოგმართავენ, როგორც მე მივხვდი ამ საკითხთან დაკავშირებით, უკვე მოახდენთ იმ სასკოლო საგაკვეთილო ბადის გადაწყობას ისე, რომ მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს უპასუხოთ და ესეც ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, ხშირად შემოდის ხოლმე კითხვა და აღნიშნავენ, რომ როგორ გადავაწყოთ მოსწავლის დასწრების განრიგი ისე, რომ არც ერთი საგანი არ გამოტოვა, როდესაც მაგალითად ქართული ყოველთვის მეორეა, ხო, პირობითად ვიძახი ამ შემთხვევაში. ზუსტად ეს არის გამოსავალი, რაც აღნიშნა ქალბატონმა ხათუნამ, რომ მივმართოთ, მოვიწვიოთ სკოლის დირექცია ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის შეხვედრაზე, გავაჟღეროთ ეს საკითხი და ვთხოვოთ მას უკვე დელეგირება იმ საკითხის, რომ მოდი საგაკვეთილო ცხრილი გადავაწყოთ ისე, რომ მოსწავლის სკოლაში განრიგი დაალაგდეს ისე, რომ არც ერთ საგნის გამოტოვება არ მოხდეს და ძალიან დიდი მადლობა ამ მნიშვნელოვანი საკითხის აღნიშვნისთვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის ადმინისტრაციულ კომპონენტს შეეხება, აქ ჩაგეკითხებით და შემდეგ უკვე შინაარსობრივად გადავიდეთ ყველა მომხსენებელთან, არის კოორდინატორის საკითხი. როგორც ჩვენ ვიცით, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფს ყავს კოორდინატორი, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის ან კლასის დამრიგებელი, ან სპეციალური მასწავლებელი. თქვენი სკოლის მაგალითზე როგორ არის, როგორ ანაწილებთ აქ კოორდინირების პროცესს, ვინ უფრო მეტად იღებს კოორდინატორის პასუხისმგებლობას და ასრულებს შემდეგ უკვე ამ ფუნქცია მოვალეობებს. კი, სწორად ბრძანეთ, ან დამრიგებელი არის, ან სპეციალური მასწავლებელი, თუმცა ასე ვერ ვიტყოდი, რომ რომელიღაცა ერთი. ჩვენთან ეს ორივე მხარე ერთნაირად იღებს ამ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ დიდი ნაწილი პასუხისმგებლობის დამრიგებელს აკისრია და ძალიან საკმაოდ მოცულობითი ნაწილი სპეციალურ მასწავლებელს. აქედან ესენი ორივე ერთად მუშაობენ და ორივე ერთნაირად არიან პასუხისმგებლები. ვერ გამოვყოფ რომელიმე ერთზე. უბრალოდ ერთი ადამიანი აწარმოებს დოკუმენტაციას, ესეც შეთანხმებულად ან დამრიგებელი, ან სპეციალური მასწავლებელი. კი ბატონო, დიდი მადლობა. მოდი მაშინ გადავიდეთ უკვე ამ რგოლებთან. დამრიგებელიც წარმოდგენილია ჩვენს შეხვედრაზე და სპეციალური მასწავლებელიც და მოდი დავიწყოთ დამრიგებლით. თქვენ რომ გვითხრათ, თქვენი როგორც ბუნებრივია სრულიად სხვა არის კლასის დამრიგებლის გამოცდილება და ჩართულობის ხარისხი და პასუხისმგებლობა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფში და სრულიად სხვა საგნის მასწავლებლის ფუნქცია მოვალეობის ფარგლებში. ამ შემთხვევაში დავკონკრეტდეთ დამრიგებლით, აი თქვენ როგორც დამრიგებელი, როგორ ხედავთ თქვენს ფუნქციას და როლს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის მუშაობაში? ალბათ მაიასთან ვარ ამ შემთხვევაში შეკითხვა. მოგესალმებით, მე ვარ მაია მატუა, ამ სკოლის მასწავლებელი და დამრიგებელი. მოგახსენებთ, რომ აი ამ ეტაპისთვის ვარ მე-6 კლასის დამრიგებელი და ჩემს კლასში ირიცხება 3 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე. ვფიქრობ, რომ როგორც დამრიგებელი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და დიდი როლი მაკისრია არა მარტო ამ ბავშვების აკადემიური უნარის ჩამოყალიბებაში, არამედ ამათ სოციალიზაცია, კლასში ურთიერთობა, მეგობრებთან ურთიერთობის დამყარებაშიც ძალიან დიდი როლი მაქვს და განსაკუთრებით ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და როლია ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფში. აი სანამ ეს ჯგუფი შევიკრიბებით, სანამ ეს ჯგუფი ჩამოყალიბდება და შეიკრიბება, მანამდე ვფიქრობ, მაქვს ჩემი ჩანაწერები, ვახორციელებ ჩანაწერებს, დაკვირვებებს, სხვა მასწავლებლებთანაც მაქვს კომუნიკაცია და კოორდინირებულად მუშაობს სხვა საგნის მასწავლებლებთანაც, ვთხოვ მათ მიღწევებს, რა უჭირცათ შეიძლება დავეხმაროთ. შემდეგ მივმართავ სპეციალურ მასწავლებელს, სპეციალურ მასწავლებელთან ერთად განვიხილავთ ამ საკითხებს და ერთიანად ჩამოვყალიბდებით და ვადგენთ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას. როგორც დამრიგებელი, რა თქმა უნდა, უფრო მნიშვნელოვანი აქ საგნის არა მარტო
იმ მიღწევებზე, არამედ აქ უფრო აი ამ სოციალურ ფონზე, ამ ბავშვებთან ურთიერთობაზე, აქ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში ეს ნაკლებად არის გაწერილი, მაგრამ გვიწევს. მე როგორც საგნის მასწავლებელი და მაგალითად ჩემი საგანი მაძლევს ამის საშუალებას, რომ ამ ბავშვებთან უფრო არ მყავდეს ეს ბავშვები ცალკე მუდმივად ჩართული იყვნენ საგაკვეთილო პროცესში და არა მარტო საგაკვეთილო პროცესში, თუ რამე აქტივობაა სადამრიგებლო აქტივობა, კლასგარეშე აქტივობა, თუ რაღაცა მაქსიმალურად იყვნენ დატვირთული და გამოავლინონ ის შესაძლებლობა, რაც ამათ აქვთ, არა მარტო თავისი კლასელების და მეგობრების დასანახად, არამედ მშობლებთანაც რომ ვანახოთ ამ მშობლებს, თუ რამდენად ბევრი რაღაცა ისეთი ფუნქცია, ისეთი უნარი აქვთ ამ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეებს და სჭირდებათ აქ ჩვენი დახმარება, რომ ეს გამოვავლინოთ და ვანახოთ თავისუფლად საზოგადოებას. და ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო როლია აქ დამრიგებლის. დიდი მადლობა, როგორც მივხვდით, თქვენ გარკვეულ ჩანაწერებს აწარმოებთ, რომელიც ეფუძნება დაკვირვებას და რომელიც ეფუძნება ინტერვიუს თქვენს კოლეგებთან და აი ამ შეკრებილი ინფორმაციით მონაწილეობთ შემდგომ უკვე ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის შეხვედრებზე და მოსწავლის განათლებაში ჩართულ პირებს, სხვა საგნის მასწავლებლები იქნება ეს მშობელი, დირექცია თუ სპეციალური მასწავლებელი, უზიარებთ იმას თუ არა მხოლოდ საგნის ფარგლებში არსებულ მიღწევებს და საჭიროებებს, არამედ იმას თუ როგორ ამყარებს ურთიერთობებს თანატოლებთან, უფროსებთან, როგორია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხი სკოლაში და ასე შემდეგ. ნამდვილად ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი როლი და პერსპექტივაა, რაც დასაწყისში როგორც აღვნიშნე, ცდება საგნობრივ კომპეტენციას და კიდევ უფრო სხვა მიმართულებებთან კავშირდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ნამდვილად შეგვიძლია დავაზუსტოთ და კიდევ ერთხელ განმეორდეთ ის, რომ მნიშვნელოვანია თითეული ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის შეხვედრაზე, გარდა საგნობრივი მიღწევების თუ საჭიროებისა კონკრეტულ მოსწავლესთან მიმართებით განხილული იყოს და საუბარი მსჯელობა მიმდინარეობდეს იმაზე, თუ როგორ ხდება მოსწავლის სოციალიზაცია, როგორ ურთიერთობს ის თანატოლებთან, უფროსებთან, როგორია რაღაცა არაფორმალურ აქტივობებში მისი ჩართულობა და ასე შემდეგ და ამ ინფორმაციის გამზიარებელი არის სწორედ კლასის დამრიგებელი და მადლობა ქალბატონო მაია. გვანცასთან გადავალ ახლა კითხვით, სპეციალურ მასწავლებელზე მოკლედ ბევრი წელია ქალბატონმა ხათუნამ ახსენა, რაც არსებობს ინკლუზიური განათლება, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფებიც მოყვება მას შემდეგ და ნამდვილად მაინც გვინდა არ გვინდა, როდესაც საუბარია ამ ჯგუფის ფუნქციონირებაზე, სპეციალური მასწავლებელი ყველას პირველად ახსენდება ხოლმე. თითქოს ისე, რომ მაგალითად შეხვედრაც მისი მხრიდან უნდა დაორგანიზდეს, შემდეგ უკვე შეხვედრის ოქმიც მისი მხრიდან უნდა დაიწეროს თუ ასე შემდეგ, როგორც პირდაპირ ვალდებულება და არა სხვა კოლეგებს შორის შეთანხმება და პასუხისმგებლობების დელეგირება შესაბამისად. ამიტომ გვანცა თუ შეიძლება რომ თქვენი პერსპექტივიდან გვესაუბროთ, როგორ ხედავთ თქვენი როგორც სპეციალური მასწავლებლის როლს ზოგადად ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის ფუნქციონირებაზე და შემდეგ უკვე გადავიდეთ სხვა საკითხებზე, რომ ბუნებრივია მშობლის პერსპექტივას მოვისმენთ და შემდეგ გავყვეთ თითოეულ შეხვედრას ცალ-ცალკე პირველ მეორეზე, მესამეზე, რას განვიხილავთ და ასე შემდეგ. ბატონო, ბაია საკმაოდ საინტერესო კითხვა და მისვით რომ ესეც ძალიან რთულია რაღაც ვიცოდა რომ მოკლე პასუხი გავცემით, იმიტომ რომ ბევრ ასპექტს და მიმართულებაზეა. პირადად ჩემი დამოკიდებულება რომ სპეციალური მასწავლებელი უნდა აღიქმებოდეს როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი რგოლი, როგორც რა ვიცი, მშობლისთვის, ასევე მოსწავლისთვის, ასევე მასწავლებლებისთვისაც და რაც უფრო მეტად გამტკიცდება, ასე რომ ვთქვათ, სპეციალური მასწავლებლის მხარდაჭერა და მხარდამჭერის როლის აღიარება, მით უფრო სწრაფად დაალაგდება პროცესები, რა თქმა უნდა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. ხო, იმიტომ რომ როდესაც რაღაც კუთხით სირთულეები მიდის და კომუნიკაციის სირთულე, თუნდაც დამოკიდებულების სირთულე იჩენს თავს, ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი რაც და ვინც ზარალდება, არის ხოლმე მოსწავლე, ბავშვი და მისი ინტერესები, ამიტომ თუ
იმ კუთხით იქნება აღქმული სპეციალური მასწავლებელი, როგორც მხარდამჭერი რგოლი, თუნდაც მასწავლებლებისთვის, თუნდაც მშობლისთვის და თუნდაც ბავშვისთვის, ეს ჩემი აზრით მხოლოდ საუკეთესო პრაქტიკის მაჩვენებელი იქნება და მიხარია, რომ ეტაპობრივად, როგორც ჩემ პრაქტიკის ფარგლებში, ასევე ზოგადად სპეციალური მასწავლებლების პრაქტიკის ფარგლებში, რასაც ვაკვირდები, საკმაოდ ბევრი წარმატებული მაგალითია, როგორ კარგად თანამშრომლობენ მასწავლებლებიც და სპეციალური მასწავლებლებით ერთმანეთთან და ძალიან იმედისმომცემია ეს წრეები, ხო, იმიტომ რომ ვიცით, რომ არც ისეთი დიდი ისტორიის მქონე ინსტიტუტი, ასე ვთქვათ, სპეციალური მასწავლებელი, ჯერ კიდევ გავდივართ რაღაცა იმ ტრანზიციის პერიოდს და ჩვენთვისაც ალბათ საკმაოდ საპასუხისმგებლოა, როგორც პროფესიის ელჩების და წარმომადგენლების დამოკიდებულება, თუნდაც როგორც ინდივიდუალურ სასწავლო გეგმის შედგენის პროცესში, ასევე ჯგუფების კოორდინირებაში, მათ ერთმანეთთან დაკავშირებაში, მათი ინტერესების გათვალისწინებაში და ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩვენი შესაძლებლობების ისევ და ისევ მოსწავლეებისთვის მორგებაში და მათთვის, ასე ვთქვათ, რაღაც სირთულეების გამარტივებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ასევე რაც ახსენეთ და ძალიან კარგი იყო არის რომ და რასაც გვინდა რომ უბრალოდ ხაზი გავუსვა ინდივიდუალურ სასწავლო გეგმა, როგორც ასეთი ინდივიდუალურ სასწავლო გეგმის ჯგუფი, შემოკლებით ისეგ არ შეიძლება რომ მხოლოდ რაღაც ისეთ უბრალოდ ტერმინოლოგიად მოიხსენიებოდეს ან დოკუმენტისთვის იყოს, საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ თვითონ წლიდან წლამდე, სემესტრიდან სემესტრამდე იყოს საკმაოდ ცვალებადი მოქნილი წერილობითი დოკუმენტი, რომელიც მოსწავლის სწავლასწავლების პროცესის ამსახველი იქნება, თუნდაც საგნის ფარგლებში, ასევე ზოგადი განვითარების ფარგლებში. რადგან გქონდეთ ინფორმაცია თუ სად ვიყავით, ან ეხლა სად ვართ, რა არის ჩვენი მთავარი სამიზნე ობიექტი და ზუსტად ხშირ შემთხვევაში მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია, რომ ცვლილება მოხდეს წლის განმავლობაში, რის საშუალებასაც აღნიშნული დოკუმენტი იძლევა და ზუსტად იმისთვის, რომ ცვლილებები მოხდეს, საჭიროა მუდმივი კოორდინაცია და კომუნიკაცია მშობელს, სპეციალურ მასწავლებელსა და მასწავლებელს შორის, თუნდაც დაკვირვების ფარგლებში, ან უბრალოდ კომუნიკაციის ფარგლებში. ახლა ამას ის ჯგუფის შეხვედრის ფორმატს მივცემთ, უბრალოდ დავარქმევთ ბავშვის საუკეთესო ინტერესების, ასე ვთქვათ, გამტარ ჯგუფს, ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით, როგორც ესე ხშირად ვრცელდება და ისმის ხოლმე, მთავარი ამოსავალი წერტილი არის ისევ და ისევ ბავშვი, მისი ინტერესები და მისი, ასე ვთქვათ, საუკეთესო შესაძლებლობების მიცემის პროცესი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა გვანცა, ნამდვილად ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი კომენტარი იყო, ისეთი სიტყვები როგორც იყო, რომ ჩვენ ვართ ადვოკატები, ელჩები, ბავშვების, რომ მათი საუკეთესო ინტერესები იყოს დაცული. შინაარსობრივად ჩავუღრმავდებით ჩვენ კიდევ ამ საკითხს, უბრალოდ რადგან ჩვენ როგორ ვხედავთ ჩვენს როლს და პერსპექტივას, ამაზე ვსაუბრობთ. მინდა რომ მშობლის პერსპექტივაც მოვისმინოთ და გავაჟღეროთ. ყოველთვის არ ვიცი თუ სადმე მიწევს, რომ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე, ჯგუფზე და ამ საკითხზე ვისაუბრო, ალბათ, რა ვიცი, ვისაც მოусმენია, ყოველთვის აღვნიშნავ, რომ მშობლის პერსპექტივა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სულ ვამბობ, რომ რაც არ უნდა, ბევრი მოვინდომოთ და ყველა მხრივ, ყველა პერსპექტივიდან შევხედოთ ბავშვს, ჩვენ მას ვხედავთ სასკოლო გარემოში 12 წლიანი განვითარებით პერსპექტივით. მშობელი ხედავს მთელი ცხოვრების განვითარების პერსპექტივით, შესაბამისად, მისი პრიორიტეტების მოსმენა, მისი ხმის მოსმენა, მისი ჩართულობა, რომ რასაც სკოლაში უმუშაობთ, შემდეგ ის გენერალიზდეს სახლში, ფიზიკურ გარემოში, სხვა სოციალურ გარემოში არის უმნიშვნელოვანესი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გვანცა რომ შემოგვიერთდით და თუ შეიძლება რომ გვესაუბროთ იმაზე თქვენი როლი როგორ დაგანახათ სკოლამ და როგორ ხედავთ თქვენ რა არის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფში. მოგესალმებით ყველას. ჩემი შვილი რახან პირველ კლასშია და პატარა. თავიდან ძალიან ნერვიულობდი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურ გეგმაზე როგორ განვითარდებოდა, რა იქნებოდა, როგორ იქნებოდა, მაგრამ სკოლამ თანამშრომლობა და კარგად მიმდინარეობს ყველაფერი, მხარდაჭერა აქვს და ბარიერები გადალახა რა, როგორც იტყვიან, უფრო სხვანაირი გახდა ბავშვი, კლასშიც უფრო თამამად ზის და კარგად ზის.
რა თქმა უნდა, მე ვიცი ჩემი შვილის ხასიათი, რა აწუხებს, რა დროს რა ჭირს, რა აღიზიანებს და ვეხმარები სკოლას მეც, რომ დაეხმარონ ჩემ შვილს. გადავცემ როგორც საჭიროა, ისე ანუ როგორც შემიძლია, მეც ჩართული ვარ ბავშვის განვითარებაში. დამნიშნულოვანი რაღაც თქვით, რომ ეხმარები სკოლას, რომ დაეხმარნონ ჩემ შვილს. ნამდვილად ეგრეა. ზუსტად მშობლის მხრიდან სწორი ინფორმაციის გაზიარება სკოლისთვის არის წინაპირობა იმისა, რომ სკოლამ უკვე ბავშვთან დაკავშირებით დაგეგმოს სწორად ყველა მხარდამჭერი ღონისძიება და ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და წინაპირობა. კარგით, მეგობრებო, გადავიდეთ ახლა შემდეგ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. როგორც ვიცით, ასევე შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტით განსაზღვრულია, რა სიხშირით უნდა იკრიბებოდეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფი და ეს არის წლის მანძილზე 4 სამუშაო შეხვედრა, რომელიც გეგმიურად არის განსაზღვრული და გათვალისწინებული. როგორც წესი, ეს პირველი გვაქვს პირველი სემესტრის დასაწყისში, აი ქალბატონმა ხათუნამ აღნიშნა, რომ 15 ოქტომბრამდე ეს საკითხი აუცილებლად მოგვარებული და ჩატარებულია, იმიტომ რომ ამ დროისთვის უკვე ინდივიდუალური სასწავლო გეგმები უნდა იყოს შექმნილი და შესაბამისად ის ჯგუფის შეხვედრა წინაპირობაა იმის, რომ დასრულდეს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე მუშაობა, შემდეგ უკვე გვაქვს პირველი სემესტრის ბოლოს შეხვედრა, შემდეგ, რა ვიცი, მესამე შეხვედრა მნიშვნელოვნად იცვლება ხოლმე რაღაცნაირად, რასაც მე ვუყურებ და გამოცდილება, რასაც ამბობს, როდის ჩატარდება, იმიტომ რომ მაგალითად თუ მეორე შეხვედრაზე, როდესაც პირველ სემესტრს ვაჯამებთ, აღმოჩნდა, რომ რაღაცეების შესაძლებელია ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში, ან მეორე სემესტრის დაგეგმვაზე უფრო ჩაღრმავებულად ახლა ვიწყებ მუშაობას, მნიშვნელოვანია, რომ დავბრუნდებით იანვარში სკოლაში, მაშინ შევიკრიბოთ, ხოლო თუ დაგეგმილი პროცესის მიხედვით მიმდინარეობს სასწავლო დრო და საგაკვეთილო პროცესი, ამ შემთხვევაში ალბათ იანვარში შეხვედრა უფრო ფორმალური იქნება, ვიდრე შინაარსობრივი და ამიტომ აი როდესაც გაზაფხულის არდადეგები მოგვიახლოვდება, მაშინ ინიშნება ხოლმე და ნუ მეოთხე შეხვედრა გვაქვს უკვე წლის ბოლოს შემაჯამებელი შეხვედრა. ეს სავალდებულოდ განსაზღვრული გეგმიური შეხვედრა და ნუ ბუნებრივია დანარჩენი უკვე საჭიროებით განსაზღვრული შეხვედრა, იმდენი შეგვიძლია ჩავატაროთ, რამდენი საჭიროებაც ამის იქნება და ნებისმიერი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის წევრს აქვს შესაძლებლობა, რომ თვითონ იყოს ამ შეხვედრის ინიციატორი. ყოველთვის ისმება ხოლმე შეკითხვები, რა ძირითად საკითხებს უნდა განვიხილავდეთ ამ თითოეულ შეხვედრაზე, რას პირველზე, რას მეორეზე, მესამეზე, მეოთხეზე და როგორ დავასრულოთ ამ კუთხით პროცესი. რომ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება, გვანცა პირველ რიგში თქვენთან მექნება ეს შეკითხვა, რა არის ის ძირითადი თემა, საკითხები, რასაც განიხილავთ პირველი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის შეხვედრას? კი ბატონო, ზოგადად ან ოფიციალურად როგორც თქვენ ახსენეთ, მართალია რომ წელიწადში არის გეგმიური დაახლოებით 4-ჯერ შეხვედრის პროცესი, როდესაც ხო, დავაზუსტებ უბრალოდ ბოდიში, ეს ეხება იმ მოსწავლეს, რომელსაც წლის დასაწყისში უკვე აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსი. თუ ეხლა მე იანვარში მომენიჭა სტატუსი, ამ შემთხვევაში ბუნებრივია 4 ვერ მოესწრება, ხო? ამ შემთხვევას გულისხმობ სტანდარტულად, რომ მეც რაღაც მაგ ლოგიკით გავუსვი ხაზი გეგმიურობის ასპექტს და ლოგიკურია, რომ ყველა შემთხვევა აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან და შეიძლება გქონდეს რაღაც შემთხვევა ან მოსწავლის რაღაც კონკრეტული სიტუაცია, როდესაც 4-ზე მეტი შეხვედრის საჭიროება იდგას დღის წესრიგში და უფრო მეტი სიხშირით და ინტენსივობით ხდებოდეს და ასევე შეიძლება რომ მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტული და გეგმიური 4 შეხვედრა გვიწევს, თუნდაც ჯგუფის წევრებს ან ზოგადად ცალკე ინდივიდუალურად რომელიმე რგოლთან შეიძლება საკითხებიც განსხვავებული იყოს, ხო? რაც ერთ кейსთან იყოს საჭირო მოსწავლის ჩართულობა, ან მისი რაღაც ჩართულობის პროცესის გაზრდა, მეორე შემთხვევაში უფრო მეტად პრიორიტეტული იყოს, თუნდაც ადაპტირებული მასალების მომზადება, მეთოდების სწორად შერჩევა, ან ზოგადად რაღაც კონკრეტული სიტუაციის განხილვა, თუნდაც სოციალურ-ემოციური უნარების უფრო მეტად
გაუმჯობესება ან კოგნიტური უნარების წინ წამოწევა. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ თითოეულ შემთხვევას აქვს თავისი ასე ვთქვათ სამიზნე ცნებები, ხო? ან თუნდაც სამიზნე ობიექტები, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით რა არის ის მნიშვნელოვანი და ძირითადი ასპექტები, რაზეც გვაქვს ჩვენ როგორც სკოლის გუნდს სამუშაო. ხო, ანუ შეიძლება ვიღაცისთვის ფიზიკური გარემოს უზრუნველყოფა იყოს, ვიღაცისთვის ჩართულობა იყოს, ვიღაცისთვის, რა ვიცი, მასალების მორგება, ადაპტირება, განრიგის შედგენა და ასე შემდეგ. ძირითადად ან პრაქტიკული რეკომენდაციები თუნდაც რაც გვაქვს არსებულ სახელმძღვანელოებში, ან რაღაც შესაბამის თემატურ ტრენინგებში გავლილი, ან პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც არის, სემესტრში ერთხელ შეხვედრა არის აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი, რომ ასე ვთქვათ, გამოდის ფაქტობრივად. კი ბატონო, არის რა თქმა უნდა სიტუაციები, როდესაც მოკლე პროგრესის განხილვა გჭირდება, შეიძლება იყოს თვეში ერთხელ საჭიროების ამერ, აქვე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის თავიდანვე გაუსვა ხაზი ქალბატონმა ხათუნამ დროის პრობლემიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ადამიანის ჩართულობიდან გამომდინარე, შესაძლებელია ეს ყველაფერი იყოს ონლაინ ფორმატში, შესაძლებელია უბრალოდ ინფორმაციის მიწოდება მოხდეს მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით და ასევე რასაც მინდა რომ ხაზი გაუსვა, მართალია რომ დამრიგებელები ძალიან დიდ როლს თამაშობენ სპეციალური მასწავლებლებიც და მშობლებიც, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ინდივიდუალური ასისტენტი, მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტები ძალიან დიდი დოზით არიან ჩართულები, ასევე ხშირია ხოლმე შემთხვევები, რომ ბოდიში ექსპერტის წოდებასაც მივანიჭებდით ბავშვის შესაძლებლობებთან და უნარებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ყველაზე დიდ დროს ატარებენ ასისტენტები მოსწავლეებთან და ძალიან მნიშვნელოვანია მათგან მიღებული ინფორმაციები, მათგან მიღებული ასე ვთქვათ საკითხები და შეიძლება რაღაც კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდეს ჩვენთვის იმის მიმანიშნებელი, რომ აუცილებელია რაღაც კონკრეტული შეხვედრა, აუცილებელია რომ რაღაც ჩვენი სტრატეგიის გადახედვა მოხდეს, აუცილებელია რომ რაღაცები შევცვალოთ ან პირიქით, ან რაღაც დადებითი შედეგები შევაფასოთ და ეს ყველაფერი გაგრძელდეს იგივენაირად, ხო? ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ანუ რაც ყველაზე მეტად ეშლებათ და იზაფრებიან ხოლმე, რომ რაღაც ძალიან ოფიციალურ სახეს აძლევენ აი ამ შეხვედრებს, რაც ძალიან კარგია, მაგრამ თითქოს ეს გულწრფელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმის შეხვედრებზე, მშობლებთან ურთიერთობაში და დამრიგებლებთან და მასწავლებლებთან ურთიერთობაში რაც არის, რაც უნდა შევინარჩუნოთ, ხო? იმიტომ რომ ისინი, როდესაც იგრძნობენ ნებისმიერი რგოლი აბსოლუტურად, თუნდაც ასისტენტი, რომ მარტო არ არის, თუნდაც მშობელი, რომ არის მის გვერდზე ადამიანები და სკოლა, რომელიც ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს, სურვილებს და თუნდაც ბავშვის საჭიროებებს, ამ ყველაფრის ითვალისწინებენ და ასევე მასწავლებლებით, რომლებიც გრძნობენ, რომ შეიძლება რაღაც არ იცოდნენ, მაგრამ თუ ჩვენ ასე ვთქვათ, მივცემთ მათ მიმართულებას და დავეხმარებით, ისინი შეძლებენ ბავშვებთან კომუნიკაციის დამყარებას პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და მათ ჩართვას სასწავლო პროცესის შემდეგ უფრო მეტად გულწრფელი ურთიერთობა ხდება და ის ჯგუფის თანაარსებობაც უფრო მეტად გულწრფელი და ბავშვზე ორიენტირებულია ხოლმე, ამიტომ შეიძლება რომ ესეც რაღაცნაირად გახდეს მოკლე პროგრესის განხილვა თვეში ერთხელ, ორ კვირაში ერთხელ და ასევე არ უნდა გამოგრჩეს კრიზისული სიტუაციები, არავინ არაფრისგან არ ვართ დაზღვეულები და მით უმეტეს ჩვენ სფეროში ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ რაღაც მოულოდნელი ცვლილებებისთვის და მაქსიმალურად ლავირება მოვახდინოთ ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, თუ რაიმე ასეთი სიტუაცია იქნება, ალბათ კრიზისულ სიტუაციაში ყველაზე დიდი რეკომენდაცია იქნება, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ჩართულობა, ინფორმირებულობა, რაღაც საერთო ხედვაზე შეჯერება და შემდეგ ამ ყველაფრიდან გამომდინარე უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ეს გეგმა, თუნდაც ან ჯგუფის შეხვედრები არ უნდა დარჩეს უბრალოდ რაღაც დოკუმენტად, მოსწავლის პირად საქაღალდეში და უბრალოდ რაოდენობრივად არ უნდა ვამოწმებდეთ, რომ აი არის თუ არა რაღაც 4 ოქმი, არის თუ არა რაღაც ამ საგნის
გეგმა ყველაზე მნიშვნელოვანი არის უშუალოდ რამდენად ცოცხალი პროცესია ამ გეგმის მიღმა და თუნდაც რამდენად ხორციელდება ამ გეგმის მიღმა პროცესები, ანუ რამდენად ინფორმირებულები არიან თუნდაც ასისტენტები, ხო? ანუ ყველაზე ნაკლებად ვინც გრჩება ხოლმე, რომ შეიძლება, აი ვიცი, მასწავლებლებს ძალიან კარგად აქვს დაწერილი მიზანი, ასისტენტსაც სპეციალურ მასწავლებელსაც ძალიან კარგად აქვს ჩაშლილი, მშობელსაც აქვს ინფორმაცია მეტნაკლებად, მაგრამ შეიძლება ასისტენტი, რომელიც ყველაზე დიდ დროს ატარებს ბავშვთან მთელი დღის მანძილზე, მას არ ქონდეს ინფორმაცია, ხო? ანუ ამ კუთხით ინფორმირებულობაზე წვდომა ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც მინდა რომ ჩვენი შეხვედრის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყოს, ასე რომ ვთქვათ. თავარია რომ ცოცხალი პროცესი. ნამდვილად და მნიშვნელოვან საკითხებს შეეხეთ ზოგადად ფუნქციონირების თვალსაზრისითაც და პირველ შეხვედრას საორიენტაციო შეხვედრაზე შეიძლება ითქვას განხილვის თვალსაზრისითაც. კი, შეიძლება საგნის მასწავლებლებმა ინდივიდუალურად თავიანთი პერსპექტივიდან გაგვიზიაროს ინფორმაცია, მაგრამ მაგალითად თუ მე მყავთ ასისტენტი მე ყველა საგანზე მხედავს, შესაბამისად ბევრი სხვა პერსპექტივიდან შეუძლია საგნებს შორის განსხვავებებზე შეიძლება ისაუბროს ბავშვის ქცევაზე, ჩართულობაზე, ინსტრუქციის მიყოლაზე და ასე შემდეგ და ძალიან მნიშვნელოვანია. ერთს ჩაგეკითხებით, აი სპეციალური მასწავლებელი, როგორც ვიცით, როდესაც სასწავლო პროცესი იწყება აღწერით შეფასებას აკეთებს მოსწავლის აკადემიური, შემეცნებითი, სოციოემოციური, მოტორული, კომუნიკაცია-ენდამეტყველების, ფუნქციური და მე ყველაფერი ჩამოთვალე მიხედვით და განსაზღვრავს რა არის მოსწავლის შესაძლებლობები და საჭიროებები. თუ გქონიათ პრაქტიკაში გამოცდილება, რომ თქვენ აი ამ პირველი ისეგო ჯგუფის შეხვედრაზე მოსწავლის მიღწევებს და საჭიროებებს ამ პერსპექტივიდან განიხილავთ, რომ აი მასწავლებლებმაც დაინახონ მაგალითად, რომ არ ვიცი, მაგალითად შეიძლება მე იმიტომ მიჭირს 10 წუთიან დავალებაზე კონცენტრირება კლასში, რომ ჩემი ყურადღების მოცულობა შედარებით შევიწროვებულია და ვერ ვახერხებ 3 წუთზე მეტხანს დავალებაზე კონცენტრირებას მჭირდება ან შესვენება, ან შეხსენება, ინსტრუქციის გამეორება და ასე შემდეგ. აი ამ პერსპექტივით თუ განიხილავთ ხოლმე თქვენს განხორციელებულ სამუშაოს პირველი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის შეხვედრაზე. ხო, კი, გვანცა თქვენ მაქეში. ანუ თქვენ როგორც სპეციალური მასწავლებელი, თქვენი შეფასების შედეგებს, რომელიც დოკუმენტირებული გაქვთ, თუ განიხილავთ ამ შეხვედრაზე. რეალურად ანუ პირველი შეხვედრას როგორც ასეთ ოფიციალურადაც ითვალისწინებს მსგავსი საკითხების ხელახალი, ასე ვთქვათ, გადახედვა, შემოწმება, აზრის მოსმენა და ასევე ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება პირველ შეხვედრაზე ყველა იმ დეტალის გაცნობა, რაც თქვენ ჩამოთვალეთ და ახსენეთ, იმიტომ რომ სტანდარტულად მაგრამ როგორც ახსენეთ, აი შეიძლება იანვარში მომენიჭოს და რაღაც პირველი შეხვედრა რაც მარტში დადგეს, ამის გარეშე, ასე ვთქვათ, სექტემბერში, როდესაც ხდება პირველი შეხვედრა, ბევრად რთულია ტრანზიციის სწორად წარმართვა შესაბამისი ინფორმაციის გარეშე, ხო? ანუ ჩვენ აუცილებელიც კი ამით ვმკითხავთ, რომ ტრანზიცია მხოლოდ პირველ კლასელ მოსწავლეებზე არ განვახორციელოთ, იმიტომ რომ ტრანზიცია დიდი ცვლილების პროცესია და საკმაოდ მნიშვნელოვანია თუნდაც ზაფხულიდან მასწავლებლისთვისაც მნიშვნელოვანია დასვენების მერე ტრანზიცია გვჭირდება ყველას. რომ შესაბამისად სტრუქტურირებულ გარემოს დავუბრუნდეთ. კი ბატონო და შეიძლება ამ რაღაც საფხულში მომხდარი ცვლილებები ძალიან კარგად გამოვიყენოთ თუნდაც ჩვენ შემდგომ დაგეგმვის პროცესში, ამიტომ მე რასაც გამოვყოფ და დავამატებ არის ის, რომ პირველ კლასელების ტრანზიციის მიღმა ძალიან ბევრი ტრანზიცია საკმაოდ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო სფეროში, ზაფხულის არდადეგები, ზამთრის არდადეგები, შემდეგ ალბათ გაზაფხულის არდადეგებიც წამოგვეწევა და მსგავსი ინფორმაციები საკმაოდ მრავლის მომცველია. თუნდაც მინიმუმ მშობლისთვის იმის პირობაც იქნება, რომ გვაინტერესებს, მნიშვნელოვანია ჩვენთვის გვადარდებს და ამით კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს შემდგომში, რა ვიცი, თუნდაც ჩვენი წარმატებული ურთიერთობის ერთი აგურის იმატებას.
ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, რომ შევაჯამოთ მაშინ პირველ შეხვედრაზე სპეციალური მასწავლებლის როლი და მადლობა გვანცა რომ ჩოხა ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების პერსპექტივიდანაც დაგვანახა ეს ყველაფერი. ეს არის, რომ ჩვენ ვაზიარებთ ჩვენი გაკეთებული შეფასების შედეგებს, ჩვენში ამ შემთხვევაში სპეციალურ მასწავლებელს გულისხმობ, ჩვენი შეფასების შედეგებს, დაკვირვების შედეგებს, ბავშვთან აი რაღაცა ერთთვიანი კომუნიკაცია, ერთთვიანი იქნება სამკვირიანი ალბათ უფრო ამ პერიოდში ხდება ხოლმე შედეგებს და ვაცნობთ მას ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის სხვა შეხვედრებს. შესაძლებელია ასევე ალბათ გქონდეს მონახაზი იმ მიზნების შესახებ, რაზეც ვიმუშავებთ მომავალში და გარკვეულწილად ამაზეც მოვახდინოთ ინფორმირება. ქალბატონ მაიასთან გადავალ ახლა შეკითხვით. თქვენ რაზეც ისაუბრეთ, როგორც დამრიგებელმა ეს ნამდვილად ის არის, რაც პირველ შეხვედრაზეც უნდა გაზიარდეს, მეორეზეც და ყველაზეც, ამიტომ ამაზე აღარ შევჩერდები. ეხლა უკვე მინდა გკითხოთ, როგორც საგნის მასწავლებელს. აი თქვენ რა ძირითად აქცენტებს აკეთებთ ხოლმე თქვენი საგნის ფარგლებში, პირველი ის ჯგუფის შეხვედრაზე და მეორე შეკითხვა არის, აი სხვა მასწავლებლების მიერ გაზიარებული ინფორმაცია თქვენთვის, როგორც სხვა საგნის მასწავლებლებისთვის არის თუ არა ინფორმაციული და გეხმარებათ თუ არა პროცესების დაგეგმვაში. დიახ, მე როგორც საგნის მასწავლებელი, სხვა კლასში, ხო, როდესაც სხვა კლასში, როგორც ჩემი საგნის მასწავლებელი, აუცილებლად პირველ შეხვედრაზე რამდენად შეძლებს ჩემი საგანი მოგეხსენებათ სამი მიმართულებით მიდის წერა, კითხვა, თხრობა, აი ამ სამ მიმართულებაზე ვარ ძირითადად ორიენტირებული. პირველ შეხვედრაზე ვცდილობ ძირითადად ავიღო მოკლე მიზნები, რაც შეიძლება აი დავუშვათ ბავშვი, როდესაც ადაგებიდან ბრუნდება, უფრო წერისკენ ავიღო ორიენტაცია და თხრობა, რამდენად შესაძლებელია, შეძლებს ამას და მიზნებს, რაც შეიძლება მოკლედ პატარ-პატარა მიზნები ავიღოთ და ამაზე ისაუბრა გვანცამაც, რომ თუ მაძლევს ბავშვის შესაძლებლობას იმისაც, რომ დავაზუსტებ, მიზნებამდე ალბათ ჯერ აკეთებთ აუცილებლად საგნობრივ შეფასებას, ხო? ცოდნის აქტუალური დონის განსაზღვრას. ისევ როგორც სპეციალურ მასწავლებელს აინტერესებს აკადემიური, კოგნიტური და სხვა უნარების მიხედვით მოსწავლემ რა წინსვლა პროგრესიან, მაგალითად, თუნდაც შეიძლება რაღაცები დაავიწყდა, ხო? ანუ რა მოცემულობა თქვენ საგანში გაინტერესებთ ეს ყველაფერი. ანუ სად არის მოსწავლე, ეს იქნება ალბათ პირველი ნაბიჯი, სანამ მიზნებამდე მივალთ. ეს არის უპირველესი, სად არის მოსწავლე. ჯერ ამას ვადგენთ, აუცილებლად ამისთვის მაქვს ცხრილი, ჩემთვის შედგენილი ზამთრის არდადეგებიდანაც, როცა ბრუნდება აი მოსწავლე, არა მარტო ზაფხულის ვრცელი დიდი არდადეგებიდან, ზამთრის ამ 15 დღიანი არდადეგებიდანაც, როცა ბრუნდება მოსწავლე და უკვე ვიწყებ მეორე სემესტრის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენას, მაშინაც მაქვს ეს დაკვირვების ცხრილი, რამდენად წინ წამოვიდა, რა დაავიწყდა, რა არის აქტუალური ამ წუთას, რა შეძლებს, რას ვერ შეძლებს, ვაკეთებ ამის დაკვირვებას და აუცილებლად ამ დაკვირვების, ამ ცხრილის შემდეგ ვიწყებ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე ფიქრს. ეს პირველ შეხვედრაზეც, პირველ ჩართვაზეც ვთქვი და აღარ გავიმეორე, აუცილებლად პირველი ეტაპი არის ცხრილი დაკვირვება, რამდენად მოდის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე, რამდენად აქტუალურია. მქონია ესეთი შემთხვევებიც, რომ თითქოს და ძალიან კარგად მივაღწიეთ მიზნებს და უკვე დავისახე, რომ აი მეორე სემესტრისთვის უფრო სხვა მიზნებს ავიღე, უფრო ისეთ მიზნებს, მაგრამ როცა დავაკვირდი მოსწავლეს, მოგეხსენებათ, რომ მათი ემოციური, მათი დამახსოვრების სფეროც სხვანაირია და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი უცებ ვერ ვიტყვი, არაფერი დაავიწყდა და ამიტომ საკმაოდ დრო საჭიროებდა იმისთვის, რომ ეს ისევ თავიდან გამეხსენებინა მე ამ მოსწავლეებისთვის და ამიტომ დამჭირდა ისევ იმ მიზნების აღება. შეფასება ზოგადად პროცესის ნაწილია და ნამდვილად ერთხელობრივად არ ხორციელდება. ყოველთვის, როდესაც ახალი ინფორმაციას გადავცემთ მოსწავლეებს, მაშინაც კი ვაფასებთ, იმიტომ რომ ამ ახალი ინფორმაციის გადაცემის მერე მე რა დავალება მივცე, ეს იმაზეა დამოკიდებული, ეს ახალი ინფორმაცია როგორ მიიღო, გადაამუშავა და გაიგო. ხო, ამიტომ ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ საგნის პერსპექტივიდან რომ შევაჯამოთ ახლა, საგნის მასწავლებელი ძირითადად პირველი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის შეხვედრაზე წარადგენს მის
საგანში, ეგრეთ წოდებულ საგნობრივ შეფასებას, რასაც ჩვენ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის საგნობრივ ნაწილში მოსწავლის ცოდნის აქტუალური დონის აღწერას ვეძახით და ვაზიარებთ ამ ყველაფერს და როგორც სპეციალურ მასწავლებლის შემთხვევაში ვთქვით, რომ ინტერვენციის გეგმის ფარგლებში განსაზღვრავს მიზნებს დაახლოებით, ჩვენ უკვე ჩვენი საგნის ფარგლებში გრძელვადიან მიზნებს და მასთან დაკავშირებულ შუალედურ ან მოკლევადიან მიზნებს დაახლოებით რაზე ვგეგმავთ მუშაობას, რომ ამ ყველაფერზე ვიმსჯელოთ მშობელთან და გაგვიზიაროს მან თავისი ხედვა, რამდენად რეალისტურად ხედავს ამ მიზნებს მისი შვილის პერსპექტივიდან გამომდინარე, რომ მიღწევადია, რთულია, პირიქით მარტივია, მეტი შეუძლია თუ ასე შემდეგ. და მოდი მშობელსაც მივმართავ ამ კითხვით. აი თქვენ აღნიშნეთ, რომ პირველ კლასელია თქვენი შვილი და ეხლა იწყებთ ამ პროცესებში აქტიურ ჩართულობას, თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორია სკოლასთან ურთიერთობის პირველი გამოცდილება, რომ სკოლასთან ურთიერთობის პირველი გამოცდილება აყალიბებს განცდას ჩვენ ვრჩებით სკოლის კუთვნილებად, როგორც მშობლები თუ შედარებით ვშორდებით და დისტანცირდებით სკოლასთან. ამიტომ პოზიტიური გამოცდილება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და ამიტომ ეს პირველი წელი, რაც უფრო ჯანსაღად ჩაივლის, შემდეგ უფრო ჯანსაღად წარიმართება ბუნებრივია პროცესები. თქვენი გამოცდილება რომ გაიხსენოთ, აი პირველი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის შეხვედრაც გავლილი გაქვთ და მეორეც. აი რა იყო ის ძირი, აი რაზეც საუბრობთ ახლა, ხო, მაგალითად მოსწავლის სკოლაში დანახული შესაძლებლობები და საჭიროებები აღნიშნავდნენ ჩვენი კოლეგები, რომ თავის მხრივ მნიშვნელოვანია რომ მშობელმაც გვითხრას, ხო, ეს დაფხულის პერიოდი ან საერთოდ პირველ კლასში საიდანაც მოდის, დაახლოებით რა ცოდნით მოდის, რა გამოცდილებით მოდის. თქვენ ასევე აღნიშნეთ, რომ მე ვიცი რა უხარია ჩემ შვილს, რა წკინს, რა ღიზიანდება, რა მოსწონს და ასე შემდეგ. აი თქვენი გამოცდილება როგორი იყო, როგორ ჩაერთეთ ის ჯგუფის შეხვედრაში, რა ძირითად საკითხების განხილვაში იყავით ჩართული როგორც მშობელი? ჩართული ვარ ყველაფერში, კი. ნუ გვანცასთან მიმართებაში უფრო ინფორმაციას გვანცამატვის, მე ესე შეხვედრებზე არ დავსწრები ვარ პირადად და წინსვლა გვაქვს და რა ვიცი, ვერც ვერ დავამატებ, ერთადერთი იმას ვიტყვი, რომ გავგვიმართლა სკოლაში, გავგვიმართლა მასწავლებლებში, გვანცაში გავგვიმართლა. აი არ ვიცი, მნიშვნელოვანია ძალიან, რომ ეს გამართლება გამოიხატებოდეს გამართლება იმით, რომ ბავშვს და წინსვლა არა მხოლოდ ბავშვი ინდივიდუალურად. განვითარდა უფრო, ანუ უხარია სკოლაში სიარული, შეუყვართ მეგობრები, კლასში ჩერდება, არ აქვს პროტესტი და აი გამართლებაში ის რომ ყველა გვერდში გვიდგას, ყველა გვეხმარება და უფრო მარტივია რა ბავშვთან ურთიერთობა, აი ჩემთვისაც ხო რა, ვერც ვერ დავამატებ, მეტი მაგას ვიტყვი, რომ აი მართლა გავგვიმართლა ჩვენ სკოლაში. მიხარია რომ პოზიტიური გამოცდილება გაქვთ ამ კუთხით ნამდვილად, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დასწრება ამ გაერთიანებულ შეხვედრებზე. ქალბატონმა ხათუნამ აღნიშნა, რომ ზოგჯერ რთულია, რომ ბევრი ადამიანია ხო ერთი მოსწავლის ირგვლივ გაერთიანებული და დღევანდელი ესეთი აჩქარებული რიტმის და გადატვირთული რიტმიდან გამომდინარე რთულია, თუნდაც ყველა ადამიანისთვის ოპტიმალური დროის მოძიება და ასე შემდეგ. თუმცა ალბათ წელიწადში 4-ჯერ 1 საათიანი ან საათნახევრიანი შეხვედრა ნამდვილად არ არის ისეთი დიდი დრო ან მაღალი სიხშირე, რომ ყველა ჩართულმა მხარემ ვერ მოახერხოს დასწრება ამ შეხვედრაზე, იმიტომ რომ ნამდვილად გვანცამ აღნიშნა, რომ დოკუმენტად არ უნდა დარჩეს, ოქმი ოქმად და მხოლოდ რაოდენობების თვლა არ უნდა იყოს მთავარი წინაპირობა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად ყველა აი ბრძანებით რაც დაამტკიცა სკოლის დირექტორმა, ვინც არის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის წევრი, ყველა ეს წევრი ამ გეგმიურ 4 შეხვედრას გაერთიანებულ რეჟიმში საუბრობდეს. ბუნებრივია ინდივიდუალური კომუნიკაცია არავის არ გვიჭირს, ცალკე შეგვიძლია გავესაუბროთ დამრიგებელს, ცალკე საგნის მასწავლებლებს, ცალკე სპეციალურ მასწავლებლებს და თუ სხვა სპეციალისტებიც არიან ჩართულები მათაც, მაგრამ ერთობლივი მსჯელობის პროცესში ძალიან ბევრი რამ შეიძლება ბევრად უფრო ეფექტიანად მოგვარდეს, გადაწყდეს და ერთმანეთთან გაზიარებული პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. აი მაგალითად ეხა
საგნის მასწავლებელი, ხო? აი, პირობითად ქართულს ვასწავლი 4 წელია უკვე და მე-5 კლასში დაემატა ბავშვს ახალი საგნები. მაგალითად, ჩვენი საქართველოს შემოვიდა, ან სულ რო არ გადამივიდეთ მე-5 კლასში, მე-3 კლასში, თუ მეორეში უკვე მე და საზოგადოება და ასე შემდეგ. ამიტომ, როდესაც ყოველთვის ახალი მასწავლებელი შემოდის, დამხვედრი მასწავლებელი, რომელსაც უკვე სხვა საგნების სწავლების გამოცდილება აქვს, არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამზიარებელი, რა მეთოდებს ვიყენებდი, რა სტრატეგიებს ვიყენებდი, როგორ ვცდილობდი, რომ ჩამერთო მოსწავლე სასწავლო პროცესში, როგორ ვამყარებდი მასთან კომუნიკაციას და ასე შემდეგ. მოკლედ, რომ შევაჯამოთ პირველ შეხვედრასთან დაკავშირებული დეტალები, ეს ძირითადად უკავშირდება იმას, რომ ჩვენ მიმოვიხილავთ, სად არის ახლა მოსწავლე, რა შეიძლება გავაკეთოთ, როგორ შეიძლება დავიგეგმოთ მასთან მუშაობის პროცესში და ვიმსჯელოთ ყველა პერსპექტივიდან. პირველი შეხვედრის შემდეგ პრაქტიკაშიც მსგავსად გვაქვს დგება ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის ხდომის ოქმი, რომელიც შეიძლება შეადგინოს კლასის დამრიგებელმა ან სპეციალურმა მასწავლებელმა. ჯგუფის მიმდინარეობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია გავაკეთოთ ჩანაწერები, რომ მაქსიმალური სიზუსტით იყოს ოქმში აღწერილი ის კომენტარი, რაც თითოეულმა მხარემ დააფიქსირა, ამიტომ როგორც წესი ჩანაწერებს ის ადამიანი აკეთებს ხოლმე, რომელიც არ წარმართავს ამ პროცესს, ხო? იმიტომ რომ თუ შეკითხვასაც მე ვსვავ, ფასილიტაციას მე უწევ, ჩანაწერების გაკეთება პარალელურად გამიჭირდება. ამიტომ შეთანხმების საკითხია, რომელი მოახერხებს ამ ყველაფერს და როგორც იცით, შემდეგ ეს ოქმი იბეჭდება და ხელს აწერს აუცილებლად მას კოორდინატორიც, მშობელიც და შესაბამისად ინახება უკვე მოსწავლის პირად საქმეში. შემდეგ უკვე მივყვებით პროცესს და გვიახლოვდება მეორე შეხვედრა. სწორად აღინიშნა თქვენი მხრიდან, რომ ხშირ შემთხვევაში აი კრიზისული სიტუაცია ახსენა, მაგალითად გვანცა მეორე შეხვედრა როგორც წესი ტარდება ხოლმე დეკემბრის ბოლო კვირაში ან ბოლო ორ კვირაში და ჯამდება პირველი სემესტრის ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მიღწევა, აქტივობების განხორციელების ეფექტიანობა და ასე შემდეგ. ამიტომ, თუ გვაქვს შემთხვევა, რომ მაგალითად გავიდა, რა ვიცი, 15 ოქტომბერს მაქვს ყველაფერი შედგენილი და აი უკვე ნოემბრის დასაწყისში, ნოემბრის ბოლოს ხედავ, რომ მიზნების მიღწევა მიჭირს, ამ აქტივობებში მოსწავლე არ ერთვება, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაველოდოთ დეკემბერს შეხვედრას და ვიყოთ ინიციატორები იმის, რომ მოდი მე გჭირდებათ სრულებები ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში და მოდი შევხვდეთ, ვიმსჯელოთ, გადავხედოთ, განვაახლოთ, გავართულოთ, გავამარტივოთ, შევცვალოთ სტრატეგია და ასე შემდეგ. თუ დაგეგმილი პროცესი დაგეგმილის შესაბამისად მიმდინარეობს, ამ შემთხვევაში უკვე ნამდვილად დეკემბერში, აი მეორე ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის შეხვედრაზე ვაჯამებთ პირველ სემესტრს, სადაც განვიხილავთ მიღწეულ მიზნებს, მოსწავლის პროგრესს, მის განვითარების დინამიკას და აქ მექნება ესეთი შეკითხვა, ალბათ საგნის მასწავლებელთან უფრო მეტად და სპეციალურ მასწავლებელთან. როგორც იცით, ინდივიდუალურ სასწავლო გეგმის საგნობრივ ნაწილში გვაქვს ერთ-ერთი კომპონენტი, მეოთხე კომპონენტს გულისხმობ, ეს არის მოსწავლის პროგრესის აღწერა, რომელიც ივსება პირველი სემესტრის ბოლოს და მეორე სემესტრის ბოლოს. წესით ამ პროგრესის აღწერას ჩვენ დეკემბრის, ანუ მეორე ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის შეხვედრაზე უნდა განვიხილავდეთ, ხო? იმიტომ რომ ეს არის ზუსტად ის განვითარების დინამიკის წერილობითი დასაბუთება, რაზეც ზეპირსიტყვიერად საუბრობთ. აი ეს როგორ არის თქვენს გამოცდილებაში, განიხილავთ ამ დოკუმენტს, უბრალოდ ზეპირსიტყვიერად თანხმდებით თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი, თქვენი გამოცდილება რომ ითხრათ, სანამ შემდეგ შეხვედრებსაც შევეხებთ. მოდი მე დავიწყებ და შემდეგ მაია მასწავლებელი დამეხმარება. რეალურად რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცალკე საგნობრივ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმებს რო შევეხოთ, სულ ბოლო პუნქტი, ასე ვთქვათ, სემესტრული შეფასება, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლემ საგნის კონკრეტული და მიზნობრივი ცნების ფარგლებში და მიზნის შესაბამისად რას მიაღწია, ან თუნდაც რა არის გასაუმჯობესებელი მხარე, რა არის უფრო მეტად მნიშვნელოვანი და აქცენტირებადი, რასაც უნდა მოხდეს მეორე
პირველ სემესტრში ამ ყველაფერზე ყურადღების გამახვილება და ასე უბრალოდ რასაც მინდა რომ ჩემი მიმართულებით შევეხო და დავემატო კი ანუ საგნობრივი კომპეტენციის ფარგლებში საკმაოდ კარგად ფარავს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას სამუშაო პროცესს, სადაც ჩანს რომ თუნდაც რა ცნებაზე გავდივართ, რა მიზნებზე გავდივართ, რა აქტივობები გავაკეთებთ თუნდაც და შემდეგ გვაქვს რაც თქვენ ახსენეთ უკვე შეფასების უჯრა კომპონენტი, ასე ვთქვათ, რომ პირველ სემესტრის ფარგლებში რას მივახციეთ, მაგრამ სამწუხაროდ ესე არ გვაქვს მაგალითად ინტერვენციის გეგმის მიმართულებით, სადაც გვინდა რომ ხაზი გაუსვათ თუნდაც ისეთ საკითხებს, რომლებიც არ არის უშუალოდ საგნობრივ შეჯამებასთან დაკავშირებით, უფრო მეტად ბავშვის სოციალიზაციასთან დაკავშირებით, რის საშუალებასაც ძალიან კარგად გვაძლევს ოქმი ნომერი და რას გულისხმობ კონკრეტულად, რადგან გვანცაც არის თავისუფლებას მივცემ, რომ უფრო მეტად განვიხილოთ ჩვენი ურთიერთობაც და შემთხვევაც ხო, ანუ ერთი მიმართულებით იყო, რომ აი საგნობრივი კომპეტენციის ფარგლებში რას მივახციეთ მოსწავლესთან დაკავშირებით და როგორ ჩაიარა პირველმა სემესტრმა, სად გვაქვს უფრო მეტი სიძლიერე, რა არის უფრო ჩვენი საჭიროება და გასაუმჯობესებელი მხარე და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო შეხვედრის ფარგლებში იყო ზუსტად იმაზე გასმა რომ მაგალითად როგორ გავზარდოთ ეფექტურად მოსწავლის სკოლაში ყოფნის დრო, ხო, იმიტომ რომ მრავალჯერ გაჟღერდა რომ იმყოფებით დროს პირველ კლასში, ვიცით რომ პირველ კლასი საკმაოდ სტრესულია, ბევრი ახალი ინფორმაციის მომცემია და უჭირთ მოსწავლეებს სრულფასოვანი ჩართულობა და ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე მეტად აპრობირებული მეთოდია თუნდაც განრიგის შეთავაზება, რაც არ უნდა მოხდეს თავიდან დაწერილი განრიგი, მუდმივ განრიგად და მუდმივად უნდა ხდებოდეს ყველაფერზე აპელირება თუნდაც და გადახედვა, რომ შეგვიძლია თუ არა მცირე დროით მაინც გავზარდოთ სკოლაში ყოფნის პერიოდი, ხო? ამიტომ აი სემესტრის შემაჯამებელი შეხვედრა აი ამ ორი მიმართულებით არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. ერთი კი, რა თქმა უნდა, საგნობრივი, რომ არსებულ ცნებასთან მიმართებით რას მივაღწიეთ, რა იცის მოსწავლემ, რა თეორიული და აკადემიური უნარები ავიღეთ და ასევე ოქმის სახით შეგვიძლია წარმოვადგინოთ, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ვერ გვაძლევს კარგად მოდიფიცირების საშუალებას და ყველაფრის დანახვის საშუალებას ინდივიდუალურ სასწავლო გეგმა, რომ მაგალითად როგორ შეიცვალა სასკოლო ცხოვრება, თუნდაც მოსწავლის შემთხვევაში რა შეიცვალა, რა დადებითი დინამიკა, ხო, იმიტომ რომ შეიძლება პირველ სემესტრში რაღაც აკომოდაციები გქონდა, რაღაც კონკრეტული მოდიფიკაციები გქონდა, ეხლა საერთოდ სხვა რაღაცის საჭიროება დგას, ხო, ამიტომ ეს პირველი შეხვედრა პირველი სემესტრის დამთავრების რაც იყო და ალბათ ყველაზე ეფექტური რაც იყო ჩემი და გვანცის ურთიერთობიდან გამომდინარე, ეს იყო რომ ორი ძირითადი მიმართულებით მოახერხეთ და მეც ამას ვფიქრობ ზოგადად რომ ეს ისე ჯგუფი შეხვედრები მხოლოდ საგნობრივ მიმართულებაზე არ უნდა იყოს აქცენტირებული და ასევე დანარჩენი დამხმარე საშუალებებით ძალიან კარგად გამოიყენება, რაც მინდოდა რომ ჩემი მიმართულებით ასე ვთქვათ დამემატებინა. მადლობა გვანცა ამ კომენტარისთვის, ნამდვილად ასეა. არა მხოლოდ საგნობრივ დონეზე განვიხილოთ, მაგალითად ეხლა თქვენ აღნიშნეთ, რომ აი სპეციალური მასწავლებლებით გვესწრებიან ჩვენ და მაგ პირობითად ინტერვენციის გეგმას თან არ მოსდევს ფორმა, სადაც პროგრესის აღწერა დოკუმენტირებულად წინასწარ განსაზღვრული შეგვიძლია შევიტანოთ, თუმცა ბუნებრივია, სადაც რაღაცა სარეკომენდაციო ფორმა არ არის, ჩვენზე მორგებული ფორმა შეგვიძლია ჩვენ თვითონ შევიმუშაოთ და თუნდაც ცარიელ ფურცელზე დავწეროთ ის თუ დასახულ მიზნებთან მიმართებით რა პროგრესი განიცადა მოსწავლემ. ამიტომ ნამდვილად მეორე შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ დასახულ მიზნებთან მიმართებით, როგორც საგნობრივად, ისე ინტერვენციის გეგმის ფარგლებში რა წინსვლად პროგრესი განიცადა მოსწავლემ, რაზე უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რა უნდა შევცვალოთ, რა იყო კარგი პრაქტიკა, რომელსაც სხვა გაიზიარებს და ასე შემდეგ და გადავხედოთ ის თუნდაც, რა თქვენც ამაღნიშნა, როგორი დასწრების განრიგი გქონდა, როგორ შეიძლება გავზარდოთ მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართულობა და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ახსენეთ, რომელიც მე გამომჩა პირველ შეხვედრასთან მიმართებით აკომოდაციებს შეეხეთ. როგორც იცით, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფორმის ზოგად ნაწილში გვაქვს სწორედ აკომოდაციები, რომლებსაც შევარჩევთ და იქ მიუხედავად იმისა, რომ აკომოდაციას ყველა საგნის მასწავლებელი თავისი საგნის პერსპექტივიდან განიხილავს, ერთი ცალი ეგზემპლარია მოცემული ფორმაში და აქ დამრიგებლის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მან თითეული საგნის
საგნის მასწავლებლის პერსპექტივა მოისმინოს, თითეული საგნის მასწავლებელი თავის საგანში რა ტიპის აკომოდაციების გამოყენების საჭიროებას ხდება მოინიშნოს და გაერთიანოს ეს უკვე ამ ზოგად ნაწილში, რომ ერთიანი დავინახოთ მოსწავლის სასწავლო გარემოსთან მიმართებით რა ტიპის აკომოდაციები უნდა იყოს გამოყენებული. რადგან თქვენ საგნობრივ ნაწილს უკვე შეეხეთ, თუ გსურთ რომ დაამატოთ რამე მაია, თუ არა და კი თქვა, მაგრამ თუ გაქვთ თქვენ დამატებით კომენტარის სურვილი გისმენთ. დიახ, თქვა გვანცა მამამწურავად ისაუბრა, მე და გვანცას ამ ეტაპისთვის ასეთი, როგორც მოგახსენეთ, კლასში 3 სპეციალური საჭიროების ბავშვი მყავს, ამიტომ არის ისეთი, რომელსაც განვიხილავ და ვაჯამებთ ოქმის სახით მის საგნობრივ შესაძლებლობებს და ასევე მის ემოციურ ფონს, რომელიც შეიძლება წლის ბოლოს, ან სემესტრის ბოლოს შევაჯამოთ, რას მივახციეთ, როგორ მივახციეთ და რას დავსახავთ შემდეგ მისნებს. ბატონო, მადლობა. მაშინ შეგვიძლია ცოტათი შევეხოთ შემდეგ შეხვედრასაც. წეგან ვახსენე და მინდა რომ თქვენ გამოცდილებაც ამ კუთხით გაგვიზიაროთ. ძირითადად მესამე შეხვედრა, ეს მიმდინარე შეხვედრა შეიძლება იყოს, ან მაგალითად იყოს მეორე სემესტრის დაგეგმვის წინაპირობა. გარკვეულ შემთხვევაში, თქვენთან როგორ არის გამოცდილების მიხედვით, ქალბატონო ხათუნა, ძირითადად როდის უფრო მეტად ტარდება ხოლმე მესამე ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის შეხვედრები? იანვარში როცა უბრუნდებით თუ უფრო თებერვლის ბოლო გაზაფხულზე მიმდინარე პროცესის შეფასება, შეჯამება რო გაკეთდეს? უფრო გაზაფხულისკენ შუალედურსაც ვეძახით ჩვენ ამას. სადღაც თებერვალში, თებერვლის ბოლოს, მარტის თვეში არის ეს მესამე შეხვედრები, მაგრამ ნახეთ პირველი კლასის შემთხვევაში მეორე სემესტრში ემატება ინგლისური ენა. და ეს პირველი კლასის დროს უფრო ადრე ხვდებით ხოლმე ერთმანეთს, რომ ცოტა დროს ვაძლევთ მასწავლებელს, რომ ბავშვი გაიცნოს, მისი შესაძლებლობები ვნახოთ და შემდეგ უკვე მხოლოდ პირველი კლასის შემთხვევაში ცოტა უფრო ადრე გაზაფხულისკენ არა, უფრო ადრე ხვდებით ერთმანეთს. უფრო კი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი შეეხეთ და მადლობა. იმიტომ რომ ზუსტად წეგან რო ვამბობდით, რომ როდესაც ახალი საგანი შემოდის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე ბავშვთან მომუშავე მასწავლებლებს რა გამოცდილებაც გვაქვს, ის ახალ მასწავლებელს გავუზიაროთ და ეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შეხვედრა ეხა პირველ კლასთან მიმართებით, როდესაც ინგლისური ენა გვემატება, მეორე სემესტრიდან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინგლისურის მასწავლებლისთვის, რომ ვუთხრათ, როგორ მუშაობდით, რაზე ვმუშაობდით, რა შეუძლია ბავშვს, რაზე როგორ რეაგირებს, რა არის მისი ინტერესის სფერო და რა არის საჭიროებები, ხო, ამ შემთხვევაში და ნამდვილად მსგავსად უნდა ფუნქციონირებდეს, ესე იგი ახსენებდით თქვენ, რომ ეს ყველაფერია ცოცხალი ორგანიზმიაო და გარკვეულ შემთხვევაში ის ჩარჩოებიც ბავშვზე უნდა იყოს პირველ რიგში მორგებული და მადლობა ამ მაგალითის აღნიშვნისთვის. სტანდარტულ შემთხვევებში ალბათ თუ მიმდინარე პროცესს ვაჯამებთ, როგორც შეიძლება ანგარიშის სახით არ იყოს წარმოდგენილი, როგორ ხდება პროცესის ან დასახული მიზნების მიღწევა, მაგრამ ალბათ ზეპირი განხილვის სახე ეძლევა ამ თებერვალ-მარტში, ისევ და ისევ იმას, თუ როგორ მიმდინარეობს დაგეგმილი მიზნების შესაბამისად სასწავლო პროცესი. სანამ ბოლო შემაჯამებელ შეხვედრაზე ვისაუბრებთ, მაინტერესებს თუ გქონიათ გამოცდილებაში რომ ნებისმიერი ის ჯგუფის წევრის ინიციატივით ჩაგინიშნავთ არაგეგმიური შეხვედრა საჭიროებით განპირობებული და მოგიხდენიათ შემდგომ უკვე შესაბამისი რეაგირება. დიახ, ქონია მსგავსი შემთხვევა. რაც ეხება ძირითადად ეს ინიციატივა უფრო მიზნების ცვლილებას, განრიგის ცვლილებას თუ რა განაპირობებს იმას, რომ ესეთი არაგეგმიური შეხვედრებით ჩავნიშნოთ? მიზნების ცვლილებას შეეხო, ერთ მოსწავლესთან შეეხო მიზნების ცვლილებას, ვატყობდით, რომ ვერ ვაღწევდით მიზანს და ამიტომ დაიგეგმა ინდივიდუალური სასწავლო ჯგუფის შეხვედრა და შეიცვალა მშობელთან ერთად, რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ მშობლის აზრი, ჩვენი მშობელს მოვახსენეთ და მოვახდინეთ ცვლილება მიზნის და ასევე მქონია კიდევ ერთხელ ასეთი შეხვედრა, როდესაც მოსწავლეს დასჭირდა
დასჭირდა რაღაცა ადაპტაცია, აი ბავშვებთან რაღაც კომუნიკაცია, მეგობრებთან ურთიერთობის დამყარება, სადაც მეტად დაგვჭირდა მშობლის ჩართულობაც, სპეციალური მასწავლებლის ჩართულობას და ამიტომ როგორც კლასის დამრიგებელი მოვითხოვე ჯგუფის შეხვედრა, შევხვდით ერთმანეთს, დავსახეთ მიზნებიც და ამ მოსწავლეს, რა თქმა უნდა, როგორც გვანცამ თქვა, დიდი გავლენა აქვს მშობელს, როგორი ემოციური ფონით მოდის ბავშვი სახლიდან, რა ხდება, ამიტომ მშობელი გვიზიარებს თავის აზრს, თავის დამოკიდებულებას ბავშვი რას ამბობს სახლში, აი რატომ არის თუნდაც რაღაცის მიმართ გაღიზიანებული და რატომ ვერ მოყვება ისე, როგორც ჩვენ გვინდა, ამას მშობელი გვიზიარებს და შემდეგ ერთგულად ვადგენთ გეგმებს და მე პირადად მქონია მსგავსი გამოცდილება, როგორც მიზნებთან, ასევე ნამდვილად ძალიან მისასალმებელია, იმიტომ რომ ერთია რომ ეს შეხვედრები იყოს გეგმიურს მივყვებოდეთ და მეორეა რომ თუ საჭიროება გვაქვს გეგმიურს არ დაველოდოთ და ნამდვილად არც სემესტრის და არც წლის ბოლოს არ უნდა დაველოდოთ იმისთვის რომ თუ მიზნების ცვლილება გვინდა ეს მიზნების ცვლილება განვახორციელოთ. მაშინ მივუახლოვდეთ ახლა მეოთხე წლის ბოლო შემაჯამებელ შეხვედრასაც. რა არის ის ალბათ წლის ბოლო შეხვედრა გარკვეულწილად შინაარსობრივად მსგავსია მეორე შეხვედრისა, როგორც პირველი სემესტრის შემაჯამებელია, უბრალოდ უფრო ფართოა, თუ პირველი სემესტრის ბოლოს მხოლოდ ამ სამთვიანი პერსპექტივიდან ვხედავთ მიღწეულ შედეგებს ან არსებულ დარჩენილ გამოწვევებს, ეხლა უკვე მთელი წლის პერსპექტივიდან ვხედავთ და აი რა არის ის ძირითადი საკითხები, რასაც შემაჯამებელ შეხვედრაზე განიხილავთ ხოლმე. გვანცა თუ შეიძლება რომ აი თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე გითხრათ. კი ბატონო, ალბათ აქ საფეხურების მიხედვით განსხვავებული იქნება პასუხები და რას გულისხმობ, რომ არის სიტუაციები, როდესაც მაგალითად მე-12 კლასელია მოსწავლე და მათთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ აი სკოლის შემდგომ პროცესებს როგორ შეუწყობთ ხელს, რაც თავისთავად კავშირში იქნება თუნდაც მესამე და მეორე შეხვედრებთან და თუნდაც პირველთან, იმიტომ რომ მე-12 კლასის კუთხით აქ მივდივართ, როგორ გავაგრძელოთ სწავლა პროფესიული ზრდა ბავშვის. ალბათ ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება პირველი კლასების შემთხვევაშიც, იმიტომ რომ რაღაც კუთხით ციკლური პროცესი მთავრდება და შეგვიძლია ალბათ ყველაზე ნათლად დავინახოთ პირველი კლასის ბოლოს, რომ სად ვიყავით, სად რა შეგვეშალა, როგორ შეგვიძლია უფრო მეტად შევუწყოთ ხელი, თუნდაც ზაფხულის პროცესი როგორ გამოვიყენოთ კარგად და როგორ დავაბრუნოთ უფრო მეტად გაძლიერებული, დასვენებული ბავშვი სექტემბერში. რაც შეეხება უშუალოდ დანარჩენ კლასებს, კიდევ ალბათ გამოვყოფ საფეხურს, როდესაც იცვლის მოსწავლე. დაახლოებით მე-4 კლასს, როდესაც ამთავრებს, იმიტომ რომ მაინც დაწყებით საფეხურზე, ძირითადად მცირე რაოდენობის მასწავლებელთან უწევს ბავშვს კომუნიკაცია, როგორც არის დამრიგებელი, რომელიც ასწავლის რამდენიმე საგანს და შეიძლება ხელოვნების მასწავლებელი შედიოდეს სხვა, სპორტის სხვა და უბრალოდ რამდენიმე მასწავლებელი ცვლიდეს ერთმანეთს და როდესაც მე-5 კლასში გადადის ბავშვი, საკმაოდ რთული პროცესები მიმდინარეობს, რეალურად იცვლება დამრიგებელიც, იცვლება საგნების მასწავლებლებიც, იცვლება კლასიც, რაოდენობა დატვირთვა. კი ბატონო, ხშირად არ არის ხოლმე მარტივი პროცესი, ფიზიკური გარემოს ცვლილება, თუნდაც მიღების ცვლილებაც და ალბათ მესამე ყველაზე რთული ეტაპი, რომელიც არის ხოლმე ეს მე-4 კლასის დამამთავრებელი შეხვედრაა, რომ როგორ შეგვიძლია თუნდაც აი ზაფხულის პროცესი გამოვიყენოთ, რომ მოსწავლე მივაჩვიოთ ამ რაღაც ცვლილებას, უფრო ადრე დავგეგმოთ ახალი დამრიგებლის გაცნობის პროცესი, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში ეს ძალიან რთულია ხოლმე, მაგრამ თუ წლის ბოლოს უკვე ცნობილი იქნება, რომ ვინ აგრძელებს სექტემბრიდან და ვინ იქნება ახალი დამრიგებელი, ძალიან კარგი იქნება თუ ამ ყველაფრის ინფორმირებულობას ადრეული ეტაპიდანვე დავიწყებთ. ალბათ მე პირადად ჩემი გამოცდილებიდან ამ სამ კლასის დამამთავრებელ შეხვედრას გამოვყოფდი განსხვავებული მიზნებით და საჭიროებებით და დანარჩენ შემთხვევაში უპირველესი რაც არის მთლიანი სასწავლო წლის შეფასების პროცესი, ეს უნდა იყოს რეფლექსიური ხასიათის და ალბათ აქ ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ზოგადად დამოკიდებულებას, თანამშრომლობას და ერთმანეთის მიმართ არსებულ ურთიერთობას, იმიტომ რომ როგორც კი
რაღაც გარემოში სხვადასხვა სტრესორები იჩენს ხოლმე თავს, გულწრფელობა და კოლეგიალურობა თუნდაც ან რაღაც ამოსავალი სამიზნე ცნების მიმართ რაღაც სწორი გზა რთულდება ხოლმე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთთან ისეთი დამოკიდებულება გქონდეს და ეს მუდმივი სამუშაო პროცესია ისე ჯგუფის წევრებს შორის, რომ თუნდაც არ გაგვიჭირდეს ჩვენი სირთულეების აღიარება, რომ პირობითად აი მე ალბათ უფრო კარგად შემეძლო რაღაც ამ საგანში მეტი მესწავლა ბავშვისთვის და რაღაც მომავალ წელს უფრო მეტად გავითვალისწინებ და დამჭირდება ან ადაპტირებული მასალები ან რაღაც სხვა მეთოდოლოგია ან უფრო მეტად უფრო მეტი ძალისხმევით დამჭირდება სპეციალური მასწავლებლის ჩართულობა და მუშაობა თუნდაც ინდივიდუალურ გაკვეთილებზე და ასევე თუნდაც გამოწვევების ხაზგასმა მიღწეული შედეგების გამოყოფა და ამ ყველაფერზე აქცენტირება და სამომავლო გეგმების გაზიარება თუნდაც ხო, იმიტომ რომ შეიძლება მშობელს აქვს ინტერესი, აქვს სურვილი, რომ რაღაც წრეების მიმართულებით გაგრძელდეს არაფორმალური განათლების კუთხით ჩაერთოს მისი შვილი, რაღაც კუთხით ცვლილებები ქონდეს, რაღაც კუთხით დამატებით სურვილი ქონდეს, რომ რაღაც საკითხებში ჩვენი მხარდაჭერა ან ჩვენი ინფორმაცია ქონდეს და თუნდაც ზაფხული როგორ დაიგეგმოს ისე რომ ეს ზაფხულის პერიოდი იყოს საკმაოდ ეფექტური ბავშვის განვითარების პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანია ხო იმიტომ რომ მასწავლებლის მხრიდან, სპეციალური მასწავლებლის მხრიდან, ფსიქოლოგის მხრიდან ამ ყველაფერზე სწორი რეკომენდაციები, თუნდაც სწორი მასალები ძალიან უადვილეს მშობელს იმის განსაზღვრას, რომ რა გავაკეთოთ ზაფხულში იმისთვის, რომ ბავშვის პროგრესი დარჩეს პროგრესად და უფრო მეტად წარმატებული იყოს ეს დასვენების პროცესი, განვითარების პროცესი და შევძლოთ, რომ უფრო კარგად და ეფექტიანად დავიწყოთ სექტემბრის პროცესი. ამიტომ საკმაოდ განსხვავებული შეიძლება იყოს, არ გავამახვილებ ყურადღებას რაღაც ინდივიდუალურ საჭიროებაზე, შეიძლება ვიღაცას უფრო ემოციური სირთულე ქონდეს, ვიღაცას ქცევით სირთულე, ვიღაცას კოგნიტური, აკადემიური, ცალკეული ინდივიდუალური შემთხვევები, რა თქმა უნდა, ყველასთვის მნიშვნელოვანია და აღსაქმელია, მაგრამ ძირითადად მე რასაც გამოვყოფდი ჩემ პრაქტიკიდან გამომდინარე, ძირითადად მეოთხე შეხვედრა აი ამ მიმართულებით ხასიათდება და იყოფა ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა გვანცა საინტერესო და სწორი აქცენტებისთვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეოთხე შეხვედრა როგორც აჯამებს, ასევე გეგმავს სამომავლო პროცესსაც და მხოლოდ დამამთავრებელი არ არის და ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ ზაფხულის პერიოდის სწორად და ფუნქციურად გამოყენება და ამაში ბუნებრივი არ გულისხმობ იმას, რომ მეცადინეობაში განვლილ ზაფხულს მომზადებას ბავშვს ფსიქოემოციურად იმისთვის, რომ ახალი სასწავლო წელი მოდის, ამ ახალ სასწავლო წელს შეიძლება გარკვეული ცვლილებები იყოს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი საკითხი, რომელიც ასევე მინდა რომ დავამატო კოლეგებისთვის და დამსწრე საზოგადოებისთვის, ეს არის, რომ როდესაც საუბარია ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის შეხვედრაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ითანამშრომლოს ამ ჯგუფის ფარგლებში და შეიძლება მოწვეული წევრი იყოს ახალი და ძველი მასწავლებელი. მაგალითად, ქართულს თუ პირველ-მეოთხე კლასში ასწავლიდა სხვა, ვინც შედის მეხუთედან, ორივე მასწავლებელი დაესწროს, რომ გამოცდილება გააუზიაროს და ყველა მაგალითად ჩვენი საქართველოს მასწავლებლის გამოცდილება მნიშვნელოვანია მე-7 კლასში ისტორიის და გეოგრაფიის მასწავლებლისთვის, ბუნებისმეტყველების მასწავლებლის, ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმიისთვის და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი დადებითი, პოზიტიური და ეფექტიანი შედეგი მიიღწევა მხოლოდ და მხოლოდ ამ კოორდინირებული მუშაობით, პასუხისმგებლობის გაზიარებით, პირველ რიგში საკუთარი ფუნქცია მოვალეობების გააზრებით და შემდეგ უკვე ერთმანეთში ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოებით. ჩვენს რეგლამენტს ცოტათი კი გადავაჭარბეთ, რაც ქონდა, მაგრამ ამდენი ადამიანის ამ დროის განმავლობაში შენარჩუნება, როგორც მსმენელების კიდევ ერთხელ ადასტურებს საკითხის მნიშვნელობას და აქტუალობას. ჩატში შემოსულია კითხვები და არ გეგონოთ, რომ რომელიმე შეკითხვას დავტოვებ უპასუხოთ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ინდივიდუალურად პასუხს გაგცემთ აუცილებლად ასევე კომენტარის სახით შემოსულ შეკითხვებთან დაკავშირებით იმის გათვალისწინებით, რომ რაღაცა ჩვენი შეხვედრის აი ეს რეგლამენტით და ყველას დროს მოვუფრთხილდეთ. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს ჩართულობისთვის, ჩვენს მომხსენებელს, რომ გამონახეს დრო და გამოხატეს მზაობა და სურვილი, რომ თავიანთი
გამოცდილება გაეზიარებინათ. მადლობა რომ ისაუბრეთ როგორც მიღწევებზე, ასევე გამოწვევებზე, იმიტომ რომ ამაზე საუბარი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ წინსვლა და პროგრესი განვიცადოთ. წარმატებებს გისურვებთ, ეფექტიან თანამშრომლობას, როგორც ჯგუფის შიგნით, ასევე თითოეულ მოსწავლესთან დაგეგმილი სამუშაოს ფარგლებში და ჩვენი მხრიდან კიდე დამსწრე საზოგადოება ჩვენს ვებინარის მონაწილეებს შემიძლია ვუთხრა, რომ მსგავს ტიპის საინტერესო ვებინარებს ჩვენი სამსახური კვლავ შემოგთავაზებთ და ჩვენს სოციალურ ქსელს შეგიძლიათ ადევნოთ თვალი, სადაც დაანონსდება შემდგომ ვებინარებთან დაკავშირებით ინფორმაცია. ქალბატონო ხარჯნა, ქალბატონო გვანცა და ქალბატონ მაიასაც ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და წარმატებულ საქმიანობას გისურვებთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვების საკეთილდღეოდ ერთიანდებით დავაკეთებთ ჩვენ ამ ყველაფერს და ვისურვებ, რომ ეს წინსვლა და პროგრესი სწორედ მათ შედეგებზე და რაცა პოზიტიურ თანაცხოვრებაზე და დამოუკიდებელ ცხოვრებაში გადასვლაზე აისახებოდეს შემდგომ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა და მადლობა თქვენ.